თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე დღეს მადრიდსა და მალაგაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ფინალური მატჩები გაიმართება. რუსთავი 22 საათსა და 40 წუთიდან დაიწყებს რეპორტაჟს მადრიდიდან, სადაც სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე ერთმანეთს რეალი და სტამბოლის გალათასარაი დაუპირისპირდებიან. თბილისი ფეშენვიკის მასპინძელია გაზაფხულის სეზონის მოდის კვირეულზე ნამუშევრებს 20-მდე ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარადგენს. მოდის კვირეულში მონაწილეობას მიიღებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილი დიზაინერი მარკ ბაუერიც. ორგანიზატორები წელს გამორჩეულად ბევრ სტუმარს და ჟურნალისტს ელოდებიან ევროპული და მეზობელი ქვეყნებიდან. თბილისის მოდის კვირეულს თბილისის ისტორიის მუზეუმი, ქარვასლა და ჰოლიდეი ინი მასპინძლებენ. ძალიან ბევრ სტუმარს ველოდებით რეგიონიდან და ევროპიდან. ასევე სიახლე არის ის, რომ გვეყოლება 3 უცხოელი დიზაინერი, რომელიც პრინციპში პირველად მიიღებს თბილისის მოდის კვირეულში მონაწილეობას. გვაქვს სიახლე, რომ ფრანგული კომპანია გახდა ჩვენი პარტნიორი, რომელიც გაგვიკეთებს საერთაშორისო პიარს დღესაც და მომავალშიც. და ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდის და ძალიან მიხარია ის, რომ დიდი დაინტერესება უკვე უცხოური პრესისგან და მოდის წარმომადგენლებისგან. იქნება კიდევ ბევრი ახალი ქართველი ნიჭიერი დიზაინერი, რომელიც არნაკლებ საინტერესო არის მათი შემოქმედების ნახვა და თავის მხრივ აჭარაბეთი და ჰოლიდეინიც პატარა სურპრიზებს შესთავაზებენ დამსწრე საზოგადოებას, კრიტიკოსებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო სანახაობრივი გახდეს დღევანდელი ფეშენ ვიკი. გარტნუარის როგორც ბრენდის ძირითადი ატრიბუტები არის გლამური და ექსკლუზიურობა, რამაც გადაგვეწყვეტინა მიგვეყო მონაწილეობა თბილისური მოდის კვირეულში.